მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს „აი გამოსავალი“. ამ სივრცეში ჩვენ ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ ეტაპზე ჩვენ საზოგადოებას აწუხებს და რომლიდანაც გამოსავალი და გადაჭრის გზები მეტნაკლებად ამ ეტაპზე ჩვენს ხელშია. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ნინო ჩალაძე, ფსიქოთერაპევტი და სალომე კვარაცხელია, მომავალი ექიმი. ამ ეტაპზე ძალიან აქტიურად არის ჩართული საპროტესტო აქციებში და ხშირად სალომეს პოსტები არის შესაშური სულისკვეთების მქონე და დღეს სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ კვირაში ძალიან ესეთი აქტუალური გახდა თემა უჩა აბაშიძის პოსტის მერეც. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს საბრძოლო სულისკვეთება, როგორ ვიყოთ პროტესტში ჩართული მაქსიმალურად, როგორ გავუმკლავდეთ ამ სტრესს, რომელიც შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ახლავს თან და რა გზები არსებობს ნიჰილიზმის დასაძლევად ამ საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად მადლობა რომ აქ ხართ. ამ რთულ ვითარებაში კიდევ ინარჩუნებთ რაღაცა ნებისყოფას ამ თემებზე სასაუბროთ. და მოკლედ პირველი კითხვა მე ნინოსთან მექნება. ეხლა მეც მქონია ასეთი მომენტები, როცა ძალიან დაღლილი ვარ სამსახურის ბავშვების გამო, კიდე მე რეაქციებზე უნდა იარო პლუს საღამოს და ბევრი ადამიანი მოკლედ ამ გადაღლილობის ქვეშ ვიმყოფებით და ამ ვითარებაში, ემოციური გამოფიტვაც თან ახლავს რა საკვირველი ამ ყველაფერს. რა პრაქტიკული რჩევები გექნებოდათ ადამიანებისთვის, ვინც მსგავსად არიან, რომ ამ ვითარებას მეტნაკლებად ჯანსაღად გავუძლოთ და შეგვრჩეს რაღაცა ემოციებიც, მდგრადობაც, ფსიქიკაც და ყველაფერი, ხო, თავის ადგილზე შეგვრჩეს, როცა ეს პროცესი დასრულდება და იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება იმ შედეგით, რაც ყველას გვინდა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს. ხალხის სასიკეთოდ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ. მე სულ მაქვს განცდა, რომ კიდევ არ ვსაუბრობთ საკმარისად ბევრს ამ მენტალური ჯანმრთელობის, ფსიქოემოციური კარგატყობნის საკითხებზე და ვფიქრობ, რომ უნდა ვისაუბროთ იქამდე, სანამ არ მოგვბეზრდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან გახანგრძლივებულ კრიზისულ სიტუაციაში ვართ. აი წაყან საუბრობდით, რომ მაგალითად ხდება ხო რაღაცა შეიძლება ბუნებრივი კატასტროფა მოხდეს, რაც მით უმეტეს ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ესეთი მომენტი გავიარეთ, რომელიც კიდევ განსხვავებულად ძალიან მძიმე არის ემოციურად და ეს ამ ტიპის კრიზისი კიდევ განსხვავებულია, იმიტომ რომ გახანგრძლივებულია, ძალიან დიდხანს მოითხოვს ჩვენგან მობილიზებას, რისი რესურსებიც რა თქმა უნდა ამოწურვადია ჩვენი ფსიქოემოციური რესურსები, როგორც აღდგენადია, რა თქმა უნდა აღდგენადია, მაგრამ ამოწურვადიც არის და ხშირად ამ აღდგენას გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა ჭირდება, ვიდრე ამ რესურსებისგან დაცლას შეიძლება დაჭირდეს, ხომ? გახანგრძლივებულია და თან არაპროგნოზირებადი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მე ასე ვთქვათ, ფსიქოლოგი ვარ, შესაბამისად ამ ჭრილში შემიძლია ამ საკითხებზე ვისაუბრო და პოლიტიკურ განხილვაში შეიძლება ვერ შემოყვეთ, შემომედავოთ ბევრ საკითხზე, მაგრამ სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი, აი ამდენი ხნის განმავლობაში იმყოფება განუსაზღვრელობაში, ყოველი დღე არის განსხვავებული, ყოველ დღე სხვადასხვა ტიპის გამოწვევებთან უწევთ გამკლავება, ეს აუცილებლად მივა იქამდე, რომ მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა დაზიანდება გარკვეულწილად. წეღანო ვახსენეთ, რომ როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური მდგომარეობა. ესეთ დროს განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც დაიწყო აქციები, როდესაც უფრო მეტად იყო ეს ფიზიკური ძალადობის, ახლაც არის, თუმცა მაშინ კიდევ უფრო მეტად ცხადად უყურებდით ძალიან აქტიურად. უფრო ინტენსიური იყო ეს ყოველდღიური. კი ბატონო, უფრო ინტენსიური იყო. მაშინ ის გამოვლინებები ემოციურ დონეზე, ქცევით დონეზე, ფიქრების დონეზე, რაც გქონდა, განსხვავებული, რაც შეიძლება ყოველდღიურობაში ისე არ გვაქვს.
იყო ნორმალური. შეიძლება იყო განსხვავებული და ასე ვთქვათ, არა ჩვენთვის დამახასიათებელი, მაგრამ ეს არის ჩვენი ნორმალური რეაქცია იმ არანორმალურ მოვლენებზე, რაც შეიძლება გარემოში ხდებოდეს, ხომ? დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება შევეგუეთ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ფსიქოემოციურ და ქცევით გამოვლინებებს, გარკვეულწილად ვადაპტირდით კიდეც, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენი რესურსი ამ პერიოდის განმავლობაში არ იხარჯება. და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა განვიხილოთ ბიოფსიქოსოციალურ წრილში, ჩვენ ვართ ბიოფსიქოსოციალური არსებები. ამიტომ, როდესაც ვიწყებთ ზრუნვას ჩვენს ფსიქოემოციურ კარგად ყოფნაზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ ბიოლოგიური ფაქტორები, სოციალური ფაქტორები და ფსიქოლოგიური ფაქტორები. შეიძლება ეხეთ ისეთ რჩევებზე გადავიდეთ, რაც ყველა მიფიქროს, რომ ეგ ხომ ისედაც ვიცით, მაგრამ აი ამ პროცესში შეიძლება ესეთი ფაქტორებიც დაგვავიწყდეს, როგორიც არის მაგალითად ნორმალურად გამოძინება, ჯანსაღად ყვება. როდესაც ეს პროცესები ძალიან აქტიურად დაიწყო, მე მაგალითად სოციალურ ქსელში ხშირად მხვდებოდა და ძალიან მიხაროდა მაგალითად ფიტნეს ინსტრუქტორებისგან რჩევები, როგორ ვიდგეთ აქციაზე, რომ უნდა გავიაროთ, გამოვიაროთ, ხანდახან პოზა შევიცვალოთ, რა საკვები ნივთიერებები მივიღოთ, რას მოვერიდოთ და ასე შემდეგ. რასაც იმედი მაქვს, რომ ხალხი ძალიან მნიშვნელოვნად აქცევს ყურადღებას. ფიზიკური რესურსების შენარჩუნება არის პირველი აუცილებელი, რაც ძალიან დაგვეხმარება მერე უკვე სხვა ფსიქოემოციური რესურსების მობილიზებაში და გამკლავებაში. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ პრაქტიკულ რჩევებზე, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გადავავლოთ თვალი, როგორი არის ჩვენი ყოველდღიური რუტინა. კი ბატონო, ის ქმედებები, რასაც ყოველ საღამოს ყოველდღე ვახორციელებთ, დღის განმავლობაში ვშრომობთ, საღამოს შეიძლება ასე ვთქვათ, ვემსახურებით იმ ღირებულებებს, რაც ჩვენთვის არის სწორი, იმიტომ რომ შეიძლება ეს ღირებულებები ადამიანიდან ადამიანამდე განსხვავდებოდეს, ხომ? ისიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩართული ვიყოთ ამ პროცესში. იმიტომ რომ თუ კი ადამიანი სადღაც აცნობიერებს, რომ მისი ქმედებები არ ემსახურება მის ღირებულებებს, იმას, რასაც ფიქრობს, რომ არის სწორი მისთვის, მისი ახლობელი ადამიანებისთვის, მისი ქვეყნისთვის კარგი, უკვე რაღაც გარკვეულ შინაგან კონფლიქტთან გვაქვს საქმე, ხომ? ამიტომ ნახეთ, როგორი ასე ვთქვათ, დილემის წინაშე ვდგავართ, რომ ერთი მხრივ ფეხი უნდა ავუწყო ამ მოვლენებს, იმიტომ რომ ჩემი ღირებულებები, ჩემი პიროვნება ამას მკარნახობს და მეორე მხრივ ასევე აუცილებელი არის, რომ შევინარჩუნო ის რესურსები, რომ აი ამ გახანგრძლივებულ კრიზისულ სიტუაციაში, რომელიც არ ვიცი როდის დამთავრდება, ეს ჩემი თავი გამყვეს ბოლომდე, მარტივად რომ ვთქვათ. და აქთან ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორის გათვალისწინება, რომ აი მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანს რო უთხრათ, რომ ეხლა დაჯექი 10 წუთის განმავლობაში და დამელოდე, კი ბატონო, დაჯდება ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, განეწყობა, ასე ვთქვათ, ამ 10 წუთისთვის. რომ უთხრათ, რომ 5 საათის განმავლობაში დაჯექი არ მოეწონება გააპროტესტებს, მაგრამ მობილიზდება რაღაცნაირად ამ რესურსებს მოაბილიზებს, რომ 5 საათი იჯდეს და დაგველოდოს, მაგრამ როცა ვეუბნებით, რომ მოდი ხა დაჯექი და დამელოდე და არ ვიცი როდის დავბრუნდები, აი ეს განუსაზღვრელობა, რა თქმა უნდა, მას არ აძლევს საშუალებას, რომ გადაანაწილოს მისი რესურსები, გათვალოს რა შეუძლია, რამდენთან შეუძლია გამკლავება, როდის შეისვენოს, როდის რა გააკეთოს. ამიტომ ეხლა დგას ისეთი ეტაპი, როდესაც განსაკუთრებით გვჭირდება, რომ მოვიქცეთ გონივრულად. გონივრულად მოქცევა არის ის, რომ გავითვალისწინოთ ის რაციონალური ფაქტორებიც, რაც გვჭირდება ამ ეტაპზე იმისთვის, რომ კრიზისს გაუმკლავდეთ და გავითვალისწინოთ ჩვენი ემოციებიც, იმიტომ რომ სულ რაციონალურ აზრს რომ მივყვეთ და არ გავითვალისწინოთ ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ეს იქნება ერთი უკიდურესობა, რომელიც აუცილებლად დაგვაზიანებს. მთლიანად ემოციებს რომ ავყვეთ და ეს გარკვეული რაციონალური საკითხები არ გავითვალისწინოთ, ეს მეორე უკიდურესობა, რომელიც ჩვენ დაგვაზიანებს, ამ პროცესს დააზიანებს, ან გარშემომყოფ ადამიანებს. მოკლედ, ხა ძალიან შორს რომ არ წავიდე და ბევრ საკითხს შევეხე, ისევ პრაქტიკულ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ,
პირველი ყოველთვის არის აუცილებელი გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენი ფსიქიკა სხეულისგან ცალკე არც განცალკევებულად არსებული რაღაც მდგომარეობა არ არის, ხო? ჩვენი სხეული და ფსიქიკა არის ერთიანი მექანიზმი და ჩვენი ფიზიკური კარგატყოფნა განაპირობებს ემოციურ კარგატყოფნას, ემოციური კარგატყოფნა ფიზიკურ კარგატყოფნას განაპირობებს. ასევე არის, ასე ვთქვათ, ჩვენ თავის სამნაწილად რო გავყოთ, ხო? ჩვენი გარკვეულ სიტუაციებში რას ვფიქრობთ, რას განვიცდით და როგორ ვიქცევით. ის თუ რას ვფიქრობ, განაპირობებს ჩემ ემოციას და როგორი ემოციური მდგომარეობა მაქვს, განაპირობებს ჩემ ფიქრებს და მე ჩვენ შესაბამისად მოქმედებთ ადამიანები. პირველ რიგში ზრუნვა ფიზიკური ემოციები, ფიზიკური რესურსების მობილიზებაზე. ჯანმრთელად და კარგად ყოფნა მარტივად რო ვთქვათ. ამაში იგულისხმება ძილის რუტინა, კვების რუტინა, ჯანსაღი ცხოვრების წესი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს გავლენას ახდენს არა მარტო ჩვენ ფიზიკურ კარგად ყოფნაზე, რომელიც მე ემოციურ და ასე ვთქვათ, გონებრივ გამკლავებაშიც გვეხმარება კრიზისულ სიტუაციასთან, არამედ აი წეგან საუბრობდით ზუსტად განუსაზღვრელობაზე, ხომ? ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც კი ბატონო, შეიძლება ძალიან იმედიანად ვართ, მეც იმედიანად ვარ, ყველანი იმედიანად ვართ, რომ სიტუაცია დასრულდება ისე, რომ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება, ამაში დარწმუნებულები ვართ. თუმცა ამავდროულად კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვიცით ეს პროცესი რამდენ ხანს გასტანს, როგორ გასტანს, პროცესის დასაწყისშივე ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, მე ვკითხულობდი პოსტებს უსმენდი ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მოემზადეთ, ეს იქნება გახანგრძლივებული პროცესი. კი ამას ვამბობდით. თუმცა მე მგონია, რომ მაინც ეს რაღაცა ძალიან უნიკალური პროცესი ხდება ახლა ჩვენი უახლესი ისტორიისთვის, თითქოს არ გქონია ამ ბოლო 10 წლეულებში მსგავსი ხანგრძლივობის რაღაცა წინააღმდეგობის ფაზები და ალბათ ანუ ადამიანებისთვისაც ეს არის უცხო ახალი და რაღაცა ნაწილი ჩვენ ხო ისედაც ძალიან სულსწრაფი ხალხი ვართ ზოგადად ჩვენი ტემპერამენტი ეგეთია რომ სამხრეთელები ვართ და მაინც სულსწრაფები ძალიან ერთ-ერთ დღეში გვინდა ყველაფერი და ბევრისთვის ეს არის ალბათ ან მსმენია ასეთ მოსაზრებები და იმიტომ რომ ბევრისთვის ეს იყო მოულოდნელი ვეღარ გათვალეს რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ ამ პროცესში ვიღაცები დანებდნენ უკვე ვიღაცები უფრო ანუ ორგანიზებული ვინც არის ალბათ ის აგრძელებს ამ წინააღმდეგობას და ვინც დანებდა ხშირად ეს ნიჰილიზმი ჭარბობს რომ აი მაინც არაფერი გამოვა დგავართ ამ რუსთაველზე მე რა მაინც არაფერი იცვლება ამით იმიტომ რომ ასეთი ანუ დაიტოვეშიც ჯგუფშიც ძალიან ბევრი წერს ამას კომენტარებიც მინახავს ანუ ეს ნიჰილიზმი ან მარტო ამ აქციების პროცესში არ ვლინდება ახლა ჩვენ ჟურნალისტები ვართ და ძალიან ესეთი ბევრი წელია ადამიანებთან გვაქვს რეგიონებში, თბილისში შეხება და ეს ნიჰილიზმი არის თითქოს საყოველთაო. რაღაცნაირად აი ადამიანებს აქვთ ის განცდა რომ ჩემი არსებობა, ჩემი ბრძოლა რას ცვლის, ძალიან იშვიათად მინახავს ადამიანი განსაკუთრებით რეგიონებში, რომელსაც უთქვამს რომ აი კი შეგვიძლია ცვლილება მოვიტანოთ ან რაღაცა წინააღმდეგობას რაღაცას აქვს აზრი. აი ეს ნიჰილიზმი კიდევ უფრო რაღაც როცა ესეთი სტრესული დაძაბული გარემოა, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ხანდახან და ჩემი შემდეგ კითხვა არის იმაზე რა უნდა ვქნათ ამ ნიჰილიზმის წინააღმდეგ მათ ვინც ამ ნიჰილიზმის მსხვერპლი არიან და მათ ვინც ვხედავთ რომ ეს ნიჰილიზმი არსებობს რა შეგვიძლია ამ ადამიანებისთვის გავაკეთოთ ვინც მსხვერპლი არიან ნიჰილიზმის ვინც უიმედობაშია ვინც ვეღარ ხედავს აზრს რა იქნებოდა რჩევები მათ მიმართ კი ბატონო. ერთი პირველ რიგში აი წეგან ვახსენეთ მაგალითად თუნდაც ჯანსაღი ცხოვრების რუტინის შენარჩუნება, ხომ? ერთი არის რომ შეიძლება ჩემს ყოველდღიურობაში არის პროცესები, რომელზეც გარკვეულწილად გავლენა ისეთი მაქვს, ან მცირედი, არ ვიცი როდის დასრულდება, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე ყოველდღიურობაში მქონდეს ის პროცესები, სადაც მე მაქვს კონტროლი, სადაც მე მაქვს გავლენა და სადაც ვხედავ წინსვლას და განვითარებას. რადგან ეს პატარ-პატარა გამარჯვებები, რასაც გრძნობთ ყოველდღიურობაში ადამიანები
შეიძლება ერთი შეხედვით გარედან რომ შევხედოთ, ნუ რა არის ხო, კი ბატონო, მე შეიძლება დღეს რაღაცა პირობითად მარტივად რომ ვთქვა, ხაჭაპური კარგად გამოვაცხე, მაგრამ ის რომ საღამოს ყოველდღე გავდივარ აქციაზე და მჭირდება რაღაცა ცვლილება ქვეყანაში, ამასთან შედარებით არაფერია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გუნება განწყობა განაპირობებს იმას, თუ როგორ ვაფასებთ მოვლენებს, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და როგორ მოქმედებთ ყოველდღიურობაში. თუ კი აი ესეთი პატარ-პატარა გამარჯვებები ჩემს ყოველდღიურობაშიც არ არის. გარდა ამისა ვარ ჩართული პროცესში, რომელიც არის გახანგრძლივებული, რომელიც ჩემგან იმაზე მეტ რესურსს მოითხოვს, ვიდრე მე ამისთვის მზად ვიყავი. კი, ვამბობდი, რომ ეს იქნებოდა გრძელი პროცესი, მაგრამ მაინც სხვა არის პრაქტიკაში ამ ყველაფერს რო ვხვდებით. ამას კიდევ თან ერთვის აი ეს ნიჰილიზმზე ხარ, რასაც ვამბობთ ხო, რომ არის რაღაცა ზოგადი, ამას კიდევ თან ერთვის, რომ ჩვენ უამრავ ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა. უამრავ ინფორმაციას ვისმენთ არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. უამრავი შეთქმულების თეორია და ასე შემდეგ. უამრავი ინფორმაცია გვესმის, რომელიც ამ მიმდინარე მოვლენების ფონზე იმდენად პატარად გვაგრძნობინებს თავს, რომ ძალიან გვიძლიერებს განცდას იმისას, რომ მე ერთ ადამიანს არ შემიძლია არაფრის შეცვლა. ამიტომ პირველი ზუსტად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ყოველდღიურობაში რა ინფორმაციასთან გვაქვს წვდომა. კი, ერთი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მაგალითად, ქუჩაში რო გავდივარ, რა ხდება ქვეყანაში, რო გავალ ქუჩაში, როგორ მოვიქცე ელემენტარული უსაფრთხოება რომ დავიცვათ, ხომ? ისიც მნიშვნელოვანია ვიცოდე რა ხდება საერთაშორისო მასშტაბით. თუმცა ზღვა ინფორმაციის მოსმენა, სადაც ხედავ, რომ ასე ვთქვათ, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები, რომლებსაც სერიოზული ძალაუფლება აქვთ ხელში, არ ვიცი, ხა ერთ კომენტარს აკეთებს, მეორე კომენტარს, ერთ დღეს ერთს ამბობენ, მეორე დღეს ცვლიან ამ თავის აზრს და ასე შემდეგ. აი ამდენი ინფორმაციის მიღება მე მიქმნის განცდას, რომ მე ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შემიძლია. და ჩვენ ყოველდღიურობაში ისედაც ვაწყდებით მოვლენებს, რომლებზეც გავლენა საერთოდ არ გვაქვს, მოვლენები, რომლებზეც გავლენა გვაქვს 100%-ით, მაგალითად, მე დღეს კარგად გამოვიძინებ თუ არა, ჯანსაღად ვიკვებები თუ არა, აქციაზე გავალ თუ არა, სრულად ჩემზე არის დამოკიდებული, ხო? ნუ თუ რაღაცა სხვა ვალდებულებებზე კიდევ არ ვისაუბრებთ. და მოვლენები, რომლებზეც ნაწილობრივ გვაქვს გავლენა. და პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხანდახან ვერ ვარჩევთ ამათ ერთმანეთისგან. იმ მოვლენებს, რომელზეც შეიძლება ახლა აქ და ამჟამად გავლენა არ მაქვს, მარტივად რო ვთქვათ, ვეჯაჯგურებით ემოციურად და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ჩვენი წვლილი შევიტანოთ, თუნდაც იმით, რომ მაგალითად Twitter-ზე რაც დაიპოსტება, ყველაფერი წავიკითხო, რას მიცვლის ეს, ხო, თითქოს ის, რომ მე ეს ინფორმაცია მაქვს, მიქმნის ილუზორულ განცდას, რომ რაღაცას ვაკონტროლებ. არა და იქ ვიღებ უამრავ ინფორმაციას, სადაც ადამიანები შეიძლება უბრალოდ ემოციურად პოსტავენ და ყოველგვარი რაღაცა დაფიქრების და გააზრების გარეშე, ხო? გვაქვს ესეთი ფაქტები, რომ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანმა, მსოფლიოში მნიშვნელოვანმა პირებმა ადგეს და რაღაც თავისი ემოციური პოსტი გამოდოს, მე ამას ვკითხულობ და მე აქედან გამომდინარეობს საზღვრავ, რომ რა მოხდება მსოფლიოში, რა მოხდება საქართველოში, როგორი იქნება ჩემი ყოველდღიურობა. და ამ დროს ის პატარ-პატარა საკითხები, მაგრამ ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი, რაც ჩემს ხელში არის, ამისთვის რესურსი და ემოცია აღარ მეყოს. მაგალითად, იმდენ ზღვა ინფორმაციას გავეცნო დღის მანძილზე, რომ საღამომდე გადავწყვიტე, რომ თუნდაც იმას, რომ არ ვიცი, გავიდი აქციაზე და რაღაც გავაპროტესტო. ან შეიძლება ამის ფიზიკური რესურსი არ მქონდეს, მაგრამ დაველაპარაკო ადამიანებს, მოусმინო მათ გრძნობებს, განცდებს, როგორ გრძნობენ თავს და დავეხმარო მათ ემოციურ ვენტილაციაში. პირველი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ? როდესაც ვართ გახანგრძლივებულ კრიზისულ სიტუაციაში, ვისაუბროთ ჩვენს განცდებზე და ემოციებზე. პირველი ნაბიჯი არის ჩვენი ემოციების სახელდება და იმ ადამიანებთან ჩვენს ემოციებზე საუბარი, ვინც დაგვეხმარება აი ამ ემოციურ ვენტილაციაში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შერჩევაც, ხო, ვის ვესაუბრებით, როდესაც მე გარკვეულ ნიჰილისტურ განწყობაზე ვდგავარ, ერთი რომ ამაზე უნდა ვისაუბრო, აღვწერო ეს ჩემი მდგომარეობა, იმიტომ რომ თუ ჩემ თავთან მარტო დავრჩები, აუცილებლად ამ ნიჰილისტური ფიქრების მურებში
ჩავეხვევი და გამოსავალს ვერ დავინახავ, როდესაც ემოციის ინტენსივობა, ნეგატიური ემოციის ინტენსივობა იზრდება და პოზიტიურის მათ შორის, ხო? ჩვენ ასე ვთქვათ, ეს რაციონალური, ლოგიკური აზროვნება გვეკარგება და ზოგჯერ აი გამოსავალი, მარტივი გამოსავალი, რომელიც შეიძლება წინ გქონდეს, ვეღარ დავინახოთ უბრალოდ, იმიტომ რომ თავის ტვინის ფუნქციონირების დონეზეც კი ესე ხდება, ხო, რომ ემოციის ინტენსივობა იზრდება, რაციონალური აზროვნება იკლებს. ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ამ ჩვენს მდგომარეობაზე, აღვწეროთ, სახელი დავარქვათ ჩვენ ემოციებს და ასევე მნიშვნელოვანია ვისთან ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ჩვენს გარშემო აუცილებლად შევამჩნევთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც როდესაც მსჯელობენ, როგორც მსჯელობთ ადამიანები, ალბათ ასევე ვფიქრობთ, ხო? ესეთი არის ჩვენი ფიქრის პროცესიც. რომელსაც ვაკვირდებით, რომ აი ამ მსჯელობის ფიქრის პროცესში შეიძლება ერთი და იგივე წრეზე ტრიალებდნენ, ერთი და იგივე საკითხს ატრიალებდნენ. ისინიც ნიჰილისტურ განწყობაზე იყვნენ, ან უბრალოდ პრობლემას ხედავდნენ და არა გამოსავალს. არიან ადამიანები, რომლებიც გამოსავალზე არიან ორიენტირებული. ხა ძალიან ვართ ჩართული ამ სოციალურ ქსელებში, ხო, ყველა მეტნაკლებად აქედან ვიღებთ ინფორმაციას და აი პოსტებზეც ეთყობათ ხოლმე ადამიანებს. ზოგი უბრალოდ რაღაცას წუხს უბრალოდ, რომ აი ეს რატო არის და შეიძლება ზოგიერთი ადამიანის პოსტი იყოს ძალიან დამაიმედებელი და თუ კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ გამოსავალზეა ორიენტირებული, გამოცდილებას გვიზიარებს, გვეუბნება თვითონ როგორ გაუმკლავდა მსგავს სიტუაციაში ყოფნას. ამიტომ მნიშვნელოვანია შევარჩიოთ სწორად ჩვენი აუდიტორია, ვის ვესაუბრებით, როგორ ვესაუბრებით და მეორე გავითვალისწინოთ ის, რომ როდესაც ჩვენ აი ეს ნეგატიური ემოციის ტალღა შემოგვაწვება, წეღანაც ვახსენეთ, ხო, რომ ესეთ დროს ჩვენი რაციონალური აზროვნება ისე კარგად ვეღარ მუშაობს, ბლაგდება მარტივად რომ ვთქვათ. აღარ გვახსენდება ფაქტები, რომელიც პატარ-პატარა წარმატებები და გამარჯვებები, რომელიც შეიძლება გვაქვს. აი, აზროვნება ვიწროვდება და გვირაბულ ხედვას ვეძახით. მარტო იმ ნეგატიურ მოვლენებს გვიტრიალებს გონებაში, რომელზეც გავლენა ჩვენ არა გვაქვს. და რაზეც გავლენა გვაქვს, იმას საერთოდ ვეღარ იბლარება, ვეღარ ვფიქრობთ, ხომ? და ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამ, არსებობს ესეთი აზროვნების კოგნიტურ შეცდომას ვეძახით, ემოციური მსჯელობა. როდესაც მე რასაც ვგრძნობ და განვიცდი, ეს მგონია რეალობა. აი ეს ჩემი განცდა არის რეალობა. და ის მე რასაც ვგრძნობ, ის აღწერს მართლა იმ აქ და ამჟამად არსებულ სიტუაციასაც და მომავალშიც რაც მოხდება. ესე დროს მნიშვნელოვანია ავიღოთ მცირეოდენი პაუზა, რადგან ამ ემოციების ფონზე ჩვენ ვაფასებთ მოვლენებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მოქმედებთ. მოვლენა შეიძლება შევაფასო კატასტროფულად, მივიღო გადაწყვეტილება, რომ აზრი არა აქვს ჩემ მოქმედებას და ვიმოქმედო, არ ვიცი, გავავრცელო მაგალითად ეს ჩემი ნიჰილისტური განწყობა სხვა ადამიანებში, ხომ? როდესაც ესე ვგრძნობთ თავს, აუცილებელია ჯერ აი ამ ჩვენ ემოციურ მდგომარეობაზე ვიზრუნოთ, ამ გვირაბული ხედვიდან გამოვიდეთ და მერე გადავაფასოთ მოვლენები და მერე თუ ისე გადავაფასე, კი ბატონო, შეიძლება მართლა რაღაც ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ, მაგრამ ძირითადად ძიმე, ასე ვთქვათ, ნეგატიური ემოციების ფონზე ჩვენი ხედვა იმაზე მეტად არის დავიწროვებული, ვიდრე რეალობა თავაზობს გარკვეულ გამოსავლებს. და ხო, ასევე დასაწყისში რაც ვთქვით, იმის გათვალისწინება, რომ ჩვენს გარშემო, საქართველოშიც, ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიდის პროცესები, ვისმენთ ისეთ პროცესებს, ისეთ ამბებს, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ ჩვენ თავი გვაგრძნობინონ უსუსურ არსებად, ხო? არადა ზუსტად ამის გაცნობიერება არის მნიშვნელოვანი, რომ თითოეულ ადამიანს თავისი პაწაწინა, ასე ვთქვათ, ნაბიჯებით შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა ზოგად პროცესში. აი სალომეს პოსტები ვახსენე შესავალში და ზუსტად სალომეს პოსტები არის ის, რაც დამაიმედებლად ჟღერს ხოლმე მაგალითად Facebook-ზე. ამიტომ მე მინდა სალომეს ვკითხო, როგორც ამ პროცესის ძალიან აქტიურ მონაწილეს და ალბათ ეს გრძნობები მისთვისაც არ ყოფილა უცხო. ხო, და ბევრი რამე გამოუცდია ამ უკვე რამდენი დღეა 90 თითქმის სამი თვეა, ხო, ამ პროცესში ვართ და როგორ უმკლავდებით თქვენ ამ სტრესს, ან რა არის ის პრაქტიკული
რუტინა, რომელსაც მიყვებით, ერთი პოსტი მახსენდება ამ თემაზე გქონდათ და ამაზე რო ვისაუბროთ, აი ვთქვათ, როგორ გამოიყურება დღე, რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ, ნიჰილიზმის დასაძლევად რას აკეთებთ და ეს შიდა რაღაცა დეტალები რო გვითხრათ, ხო და სამზარეულო. ხო, მნიშვნელოვანია ის, რომ ეხლა ჩვენ კი ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის რაღაც 3 თვე უწყვეტი, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემთვის არ არის ეს პირველი გამოცდილება, რა თქმა უნდა, ესეთი უწყვეტი არა, მაგრამ აქტივისტში ჩართული ვარ ბევრი წელია და აქედან გამომდინარე ის პატარ-პატარა გამოცდილებები მე ჯამდება და მსგავსი მოვლენისთვის ცოტათი მეტად მზად მყოფს ხდის, ვიდრე მაგალითად შეიძლება იყვნენ ახალი ჩართული ადამიანები, ან ვისაც არ ქონია მსგავს წინააღმდეგობაში მონაწილეობა მიღებული ადრე. როდესაც ხო, პირველ რიგში როდესაც იწყება ხოლმე მსგავსი პროცესები, ჩემს თავზე რო ვილაპარაკო, ზუსტად მაგ ფიქრებს ვიწყებ ხოლმე, რომ არასოდეს არ მქონდეს მოლოდინი, რომ ეს ზეგ დამთავრდება. არამედ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, იმიტომ რომ თქვათ რომ მქონდა გამოცდილებაში ვაკის პარკის სასტუმროს პროტესტიდან აი ყველაზე აქტიურად მაშინ ვიყავი ჩართული და მაშინ იყო ზუსტად ეგ, რომ თავიდან რო მქონდა მოლოდინი, მე აღმოჩნდა, როდესაც ეს რევერსულად უყურებ ამბავს, რომ დიდი ხანი გაგრძელდა ძალიან. და სადღაც შუა პროცესში 1 თვის, 2 თვის მერე დავიწყეთ მაგის გაანალიზება, რომ ეს არ არის ამბავი, რომელიც დამთავრდება მალე და ამიტომ დავიწყეთ როლების გადანაწილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციების გადანაწილება და რაც მთავარია იმ რესურსების რეალურად აღქმა, რაც თითოეულ ადამიანს გააჩნია და როგორც მე ერთ პიროვნებას გამაჩნია და ამას ვიწყებ ხოლმე აი მსგავს ფიქრს, რომ თქვათ მაგალითად, როდესაც ეს პროცესები იწყებოდა და თავიდან ღამისთავები იყო, მაგალითად, რამდენი დღე შემიძლია, რომ რამდენ დღეში ერთხელ შემიძლია, რომ ღამე გავათენო. იმიტომ რომ თქვათ, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგალითად, მორიგეობებზე როდესაც ვარ, ზუსტად ვიცი ხოლმე, რომ ყოველ მეოთხე დღეს მე შემიძლია ღამე გავათენო, მაგრამ იმ ღამის გათეულის შემდეგი დღე არის ძალიან რთული. და აი ნინო ახსენა, რომ ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებობს მომენტები, როდესაც რაღაც მოვლენებს ძალიან კატასტროფულად ვაფასებთ. ერთ-ერთი მომენტი არის ყოველთვის ღამეს რო ვათანებთ ადამიანები, მეორე დღეს, მეორე დილას არის აი უმძიმესი. ყველაფერი ძალიან მძიმე და ეს ადრე მეწერა კიდევაც, რომ როდესაც ღამეს გაათენეთ, ჯერ გამოიძინეთ და მერე დაფიქრდით და მერე დაიგეგმეთ შემდეგი საღამოსთვის, იმიტომ რომ უძილო როდესაც ვართ, როდესაც გშია არავინ მე მაგ კატეგორიას რომ შია რთულად არის ხოლმე საქმე. ხო, აქ ბაზისური, ელემენტარული ბაზისური მოთხოვნილებები როდესაც არ გვაქვს და დაკმაყოფილებული ადამიანებს, ჯობია არაფერზე არ ვიფიქროთ, არ ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად კატასტროფული ფიქრების კასკადი. და შეფასებები არის ძალიან ნაცდენილი რეალობას. აქედან გამომდინარე ხო, მე როგორც არც ახლა მაგალითად სადაც ვართ ახლა ამ წუთას, არ მგონია რომ ეს მალე დამთავრდება, აქედან გამომდინარე როგორ ვიგეგმები. მაქვს პატარ-პატარა რუტინები, ის მოვალეობები რაც მაგისრია. ამას ჩვეულებრივად დღის პირველ ნახევარში ვაკეთებ. ერთადერთი არის ხოლმე რომ ისევ ამენეჯმენტებ მაგალითად, რომ თქვათ ახლა რეზიდენტურაზე რო ვსწავლობ და ოპერაციებს რო ვესწრები, თქვათ არ დავესწრო 5 ოპერაციას, არამედ დავესწრო 4-ს და ისე ერთის ფასზე ოდნავ ადრე მოვიდე სახში, შევისვენო, შევჭამო ყავის დალევა მოვასწრო და მერე გავიდე აქციაზე. ანუ თქვათ თუ კი ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ისეთ მაგალითებს ვიძახი, მაგრამ ესე ვალაგებ ხოლმე, რომ თუ კი ვთქვათ რაღაც კონკრეტულ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ოპერაცია, ამ შემთხვევაში იმ ერთ დღეს თქვა რომ არაუშავს დღეს თუ არ გავალ აქციაზე, იმიტომ რომ ეს ამ წუთას უფრო მნიშვნელოვანია ჩემი განვითარებისთვის, ამას დავესწრები, სამაგიეროდ ხვალ უფრო ანუ ჩართული ვიქნები. ის რომ ვთქვათ რაღაც მომენტში შეიძლება არ ვიყო გამოვეთიშო ამ პროცესს არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცა დავაშავე და ეს მაგ გაანალიზებული, რომ არ ვამუნათებ საკუთარ თავს რა, უწყვეტად ვარ ჩართული მართლა არ ვიცი, ამ 90 დღიდან, ჯერ ხომ მანამდეც მელიქიშვილზე რო იყო, ანუ სანამ უწყვეტი პროცესი დაიწყებოდა, ამისთავებზე ვიყავი და აქციებზე გავდიოდი და მე ამ 90 რამდენი დღეც არის 97 თუ 8, აი რა 5 ან 6 მექნება გაცდენილი, ასე ვთქვათ, ანუ მართლა ყოველ დღე იქ ვარ, მაგრამ ეს რაღაცნა ესეც მეკცა რუტინად და ესეც ჩავსვი რუტინად ჩემს ცხოვრებაში, რომ ის იქ სწავლა მეცადინეობა რაღაცა, მე ოდნავი შესვენება და მე ესე ვუყურებ, რომ ის კი არა, რომ აი ამ საკითხს, რომ დღის განმავლობაში რაღაცა ბუნდოვნად არ ვუყურებ ამას, რომ აქციაზე გასვლას რა, რომ აუ ეხლა დაღლիზე უნდა წავიდე და იქ რაღაც რამდენიმე საათი. არა. ძალიან კარგად მაქვს გააზრებული, რომ მე საზმოუსთან ახლოს ხარ, ამიტომ საზმოუდან ვიწყებ ხოლმე მარშებით მივდივარ რუსთაველზე და იქ რო 7-ზე იწყება, თქვათ 7-ზე არ მივდივარ, იმიტომ რომ 15 ან 20 წუთს ვაძლევ საკუთარ თავს რა, თან ამ დროს ხალხი გროვდება. ანუ
ეს მაგ ძალიან კარგად გაწერილი. 8:30-ზე მივალ იქ, მერე ვიცი რომ სადღაც 1 საათში, საათნახევარში დავიწყებ სიარულს, მერე ვიცი რომ მივალ რუსთაველზე, რაღაც 2 საათი, 2 საათნახევარი ვიდგები და მერე მოვდივარ სახლში, იმიტომ რომ გააჩნია თუ მეორე დილას უფრო ადრე მიწევს კლინიკაში მისვლა, უფრო ადრე მოვდივარ, თუ ვიცი რომ მეორე დღეს მაგალითად პარასკევი და შაბათს არ მივდივარ, უფრო დიდხანს ვრჩები. ანუ ეს მაგ ძალიან განსაზღვრული და ეს განსაზღვრულობა მე მაძლევს კონტროლის შეგრძნებას, რასაც ნინო ამბობდა და ასევე იმის შეგრძნებას, რომ ეს რაღაცა უმართავი პროცესი კი არ არის. აი რაღაცნაირად რუტინულად დაალაგებულია რა. ხო და ესე მგონია რომ ეს უნდა განვსაზღვროთ ხოლმე. თან აქ ის არის ფიზიკურ აქტივობაზე როცა ანუ ხა ძილი არის ძილი, ახლა ვიტყვი გულწრფელად, მაგალითად 8 საათი ვერ მძინავს. იმიტომ რომ ამდენი დრო არ არის ახლა და ეს მესმის რომ ჯანსაღად ვიყვებოთ, ბევრი ვიძინოთ, ფიზიკურად ვიყოთ აქტიურები, ეს არის რა თქმა უნდა ან იდეალური სცენარი, მაგრამ სიტუაციაც არ არის იდეალური. ინტეგრაცია ჩვენ ცხოვრებაში ხო რთულია. ამიტომ ხა არ ვიტყვი რომ 8 საათი ვერ მძინავს 8 საათი, ზოგჯერ 5 საათი მძინავს. მაგრამ მეორე დღეს როდესაც მოვდივარ, შეიძლება 20 წუთი წავუძინო იმისთვის რომ ეს რაღაცნაირად ნეფი მქონდეს რომ ენერგიაზე მოვიდა. ანუ მაგის მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია რომ მე ხა თუ შემოვრჩი თუ რაღაცას ძალიან რაღაცაში ჩართული ვიყავი სოციალურ მედიაში და ასე შემდეგ მეორე დღეს მქონდეს ეგ მომენტი რომ სანამ აქციაზე გავალ თქვა სიტყვაზე ოდნავ წავუძინო. ან ისე დავგეგმო რომ თქვა შემდეგი დღე ანუ აი ეს რაღაცები უნდა დავგეგოთ ხოლმე და ინტეგრაცია ფიზიკური აქტივობის ის მოვახდინე რომ ვიცი მარშებით რომ მივდივართ აგერ 5000 ნაბიჯი არის გამოწერილი საზმაუდან რუსთაველზე მე უკანაც თუ მიმაკლ და იქ ხო დავდივარ და მე უკანაც რაღაც გაჩერებამდე ფეხით თან მიხარია ეს რომ რაღაც დაიწყაპუნებს რომ 1400 ნაბიჯი დაგჭერ ჭკუაზე არ ხო და ანუ ამის ინტეგრაცია იქ შესაძლებელია რა კიდევ ხო ემოციური ვენტილაცია როდესაც არის ნამდვილად თვითონ ამ პროცესში ჩართულობა არის ხო იმიტომ რომ ბევრი ერთნაირი ადამიანი და ერთნაირი შეგრძნებების ადამიანი იმიტომ რომ ძალიან მსგავსია ხა არ მოვიტყვები რომ რამე უნიკალური გვაქვს იქ ადამიანებს ხო რაღაცა ნიჰილიზმი ვაიმე ხვალ რა იქნება და ეს არის ძალიან ბუნებრივი შეგრძნებები რა თქმა უნდა და ბუნებრივი კითხვები და ეს შიში რაღაცა შიშირის მიმართ ან დაჯარიმებები ეხლა რა მექანიზმებსაც იყენებს ძალაუფლების მქონე ჯგუფი რომ დააშინოს ეს მათი მოწინააღმდეგე მხარე ეს არის თავიდან იყო ცემა მერე იყო დაპატიმრება მერე მიხვდნენ რომ ეს არ ჭრიდა სახლში მისვლები ახლა ვართ იმ ფაზაზე რომ ფინანსურად გვაკისრებენ ბევრ ჯარიმას სალომესაც აქვს რამდენი აი ამ შიშს რაღაცის ანუ ზიანის განცდის შიშს როგორ უმკლავდებით ამას შიშთან მიმართებაში ზოგადად დიდი ხანია მაქვს უკვე მე მიდგომა რომ შიშზე ვფიქრობ წინასწარ მაქვს ხოლმე სცენარები ან ამ შემთხვევაში ძალიან გულწრფელი უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან ან მე ეგრე ვარ ხოლმე რომ რისი მეშინია ოღონდ არ მოვატყო საკუთარ აი ამის ახლა ნამდვილად მეშინია და ვიწყებ ხოლმე ამაზე ფიქრს რატომ მეშინია რა არის ის დეტალი რაც ჩემში ამ შიშს იწევს ну ძირითადად ის რომ ვერ ვაკონტროლებთ რაღაცას მაგრამ რატომ ეს კონკრეტული სცენარი რატო იწევს ჩემში და ამაზე ძალიან დეტალურად ვფიქრობ ხოლმე და გავდივარ ამ სცენარებს და ვაკვირდები იმ ემოციებს რა თქმა უნდა ეს არ არის რეალური და რა თქმა უნდა არ მაქვს ის მომოდინე რომ ზუსტად ეს განცდები მექნება უშუალოდ იმ თუ კი ეს მომენტი დადგება მაგრამ ამ სცენარის თავში გავლის და ამის გაანალიზების ყველა ამ ემოციის მიღებით ასე ვთქვათ, ოდნავ ვემზადები იმ სცენარისთვის, იმიტომ რომ თუ კი რაღაცა გამოცდილებაში გაქვს იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ეჩეხები, აღარ არის უცნობი რა. და ეს გამოცდილებითაც მქონია, მე ვთქვათ, რაღაც შიშები თავში რომ გამივლია, მე კონკრეტულ მომენტში, როდესაც შევჩეხე, რაღაცა ტიპის მზაობა მქონდა. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩემი ბრძოლის მექანიზმი შიშთან რა, რომ წინასწარ ველაპარაკები ჩემ შიშებს. ვისაც ეს არ შეუძლია. ანუ არიან ადამიანები ხო რა არის არაფერს უცხოს არ ვიტყვი რომ საქართველოში ბევრ ადამიანს არ შეუძლია ასე სიღრმისეულად ფიქრი და არც თავის თავს არ ელაპარაკებიან. ეგ რო ხდებოდეს ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა საზოგადოებაში ხო? ამ ადამიანებს რომელსაც ეს არ შეუძლიათ რომ საკუთარ თავს ესე შეამზადონ ამ პროცესისთვის მათ რა უნდა ქნან? ნინოს ალბათ უნდა გპასუხოს ეხლა ამ კითხვაზე თქვა რა არის ის მექანიზმები როცა თქვა ჩვენ არ გვაქვს გაცნობიერებული ბევრი რამე ვიმყოფებით იმ
გარემოცვაში, სადაც ეს ბევრი სოციალური პრობლემა, შეიძლება გარშემოყოფი ადამიანებიც არ არიან მხარდამჭერი ჩვენს მიმართ და ვიღაცები გამუნათებენ, რომ რასტად ხარ ამ რუსთაველზე, რა თქინდა ეს ფინანსური ჯარიმები გცემენ, ასე. ამ შემთხვევაში ეს ადამიანები როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ შიშებს? ერთი პირველ რიგში ვიტყვი რომ ეხლა სალომე რასაც აღწერდა მის ყოველდღიურობას აბსოლუტურად იყო გადასარევი და რატომ ის მომენტები ქმედებები რასაც ამბობდა ხო რომ ახორციელებ ყოველდღიურობაში არის სუფთად აი აქ და ამჟამად ძალიან გონივრულად და გაცნობიერებულად ყოფნა და ზუსტად ეს არის რასაც წეგან ვამბობდი რომ ძალიან გვჭირდება ეხლა მოვიქცეთ მაქსიმალურად გონივრულად, რაც ამ სიტუაციაში არის ყველაზე რთული. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ამას ვერ ახერხებენ და ზუსტად სალომემ ახსენა კიდეც ხო, რომ გარკვეულმა გამოცდილებებმა მოიყვანა აქამდე და მე ცოტა მერიდება ხოლმე, როდესაც მაგალითად მეგობრებთან საუბრის დროს ამას ვამბობ, მაგრამ სულ ვიზახი, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი პოლიტიკური კუთხით გულისხმობ, მაინც სასარგებლო პროცესია, იმიტომ რომ ადამიანები ჩავარდნენ იმ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ნებით თუ უნებლიეთ, სადაც ჭირდებათ ისეთ საკითხებზე დაფიქრება, რაზეც შეიძლება აქამდე არ დაფიქრებულიყვნენ. და ზოგჯერ არის ჩვენ კრიზისულ, სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმები გვაქვს. და ეს სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმები ზოგიერთი მათგანი არის საკმაოდ ისეთი არაჯანსაღიც და ის თუ როგორ ვუმკლავდები ამ კრიზისულ სიტუაციას, რა ფსიქოლოგიური მექანიზმები მაქვს ზოგადად გამკლავების, მნიშვნელოვნად არის ასევე დაკავშირებული ჩემ ტემპერამენტთან, ხასიათის თავისებურებებთან. ანუ განა ის, რომ აი ამ კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება უცებ რაღაცა არაჯანსაღ მდგომარეობაში გადავედი და არაჯანსაღად ვუმკლავდები. არა, უბრალოდ ამ კრიზისულმა სიტუაციამ შეიძლება უფრო აშკარად წარმოაჩინა ის ჩემი გამკლავების მექანიზმები არაჯანსაღს გულისხმობ ამ შემთხვევაში. რაც ისედაც მქონდა პატარ-პატარა სიტუაციაში ვლინდებოდა, შეიძლება არ ვაქცევდი ამას დიდად ყურადღებას, ან მნიშვნელოვნად ხელს არ მიშლიდა და ახლა მოვლენა რამდენადაც დიდია, იმდენად დიდად გამოაჩინა ჩემი აი ეს რეაქცია, ხომ? მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ადამიანებს არა აქვთ ამის ასე ვთქვათ, უნარი ან რაღაცა ემოციური რესურსი, რომ ჩაუღრმავდნენ თავიანთ შიშებს, გააცნობიერონ და ასე შემდეგ, თუ ახლა ვინმე არის ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია კარგად დაფიქრდეს და გააცნობიეროს, რომ ეს ზოგადად ხო არ არის მისი გამკლავების სტილი გარკვეულ პრობლემურ სიტუაციებთან. შეიძლება საქმე გქონდეს ერთგვარ აი გაქცევის მექანიზმთან, როგორც კი რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც კი რაღაც პრობლემურ სიტუაციას ვეჯახები, მაქსიმალურად ვცდილობ ან გავაუფასურო ეს პრობლემა, ან მიმართო აბსოლუტურად ყველანაირ ისეთ ქმედებას, რომელიც დამეხმარება თავი ავარიდო იმ ნეგატიურ ფიქრებთან, იმ ნეგატიურ ემოციებთან დარჩენას, რაც მჭირდება რეალურად გარკვეულ საკუთარ თავში, გარკვეულ ბარიერებთან გადასალახად ან გარშემო მიმდინარე მოვლენებთან. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ესეთ ადამიანებზე, ისევ ალბათ გარკვეული გამოცდილების დაგროვება არის მნიშვნელოვანი, თუ კი ჩვენ ვატყობთ ჩვენ თავში, რომ არ გვაქვს რესურსი ამ მოვლენებთან გამკლავების, ან ჩვენში მიმდინარე პროცესები, ისეთი პროცესები დაიძრა, რასაც ვერ ვაკონტროლებთ, ვერ ვაცნობიერებთ, ისევ გარშემო მყოფების დახმარება, ისევ იმ ადამიანების მოსმენა, სალმესნაირი ადამიანების მოსმენა, რომლებიც ძალიან გაცნობიერებულად გვეუბნებიან იმას, თუ რა ხდება, როგორ ხდება, თვითონ როგორ უმკლავდებიან ყოველდღიურ ძალიან პატარა ბარიერებს და გამოწვევებს. ამიტომ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რომ რაღაცა უფრო დიდთან ხომ არა გვაქვს საქმე. და ასევე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც შეიძლება აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში, ძალიან ყოჩაღად აქტიურად არიან უმკლავდებიან მიმდინარე მოვლენებს, იმის გათვალისწინება, რომ ჩვენ ყველანი არა ვართ ერთნაირები, არ გვაქვს ერთნაირი გამოცდილება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესე არის. ამიტომ ძალიან ხშირად ჩვენ ვითხოვთ ადამიანებისგან ხოლმე, რომ ერთნაირი ქცევა, ისე ირეაგირონ ამ მოვლენებზე, როგორც მე ვრეაგირებ. როგორც მე ვრეაგირებ, ისე სხვა ვერ რეაგირებს.
აკავშირებს, იმიტომ რომ მე სხვა გამოცდილება მაქვს, მაგალითად სალომე აქტივიზმში არის ჩართული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და იცის რა როდის როგორ რანაირად. მე პირადად ფსიქოლოგი ვარ და შეიძლება უფრო მეტი მექანიზმის შესახებ მაქვს ცოდნა და ინფორმაცია და მეტი რამ მაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი. არიან ადამიანები, ვისაც ეს გამოცდილება არ ქონიათ, საერთოდ სხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ბევრი თან, ვინც ამ პროცესში ახლა მოვიდა და ზუსტად. და ამიტომაც არის, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა მიდის, ხო, ყველა ერთნაირად ვერ ეწევა ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია გარშემომყოფები ადამიანების დახმარება მათი მიმართულებით. ზუსტად ამაზე იყო ჩემი ერთ-ერთი კითხვა, რომ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს ამ პროცესში, სოლიდარობისთვის, სხვების მხარდაჭერისთვის და ეს კოლექტიური ქმედება, რაში უნდა გამოიხატებოდეს, რომ რაღაცა დადებითი შედეგი მოგვიტანოს. აი, თქვათ, თქვენ როგორ ხედავთ, რა შეიძლება, რომ ამ პროცესში ჩართულმა უფრო ცნობიერად მყოფმა ადამიანებმა სხვებისთვის გააკეთონ. აი, რა მაგალითები კონკრეტული შეიძლება ავიღოთ ისეთი, რაც სასარგებლო შეიძლება იყოს სხვების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, მთლიანად პროცესისთვის. მე მგონია რომ გამოცდილების გაზიარება და გულწრფელად აღწერა იმის, რასაც გრძნობთ, რასაც მე მაგალითად ვაკეთებ ხოლმე. და ეს მგონია რომ მოსულან ადამიანები და უთქვამ ჩემთვის რომ აუ ეხა ძალიან ცუდად ვარ და შენ რანაირად ახერხებ რომ ყურწყვი და ბაჭიასავით იყო და მითხარი რა არის რეცეპტი და ამ დროს ძალიან გულწრფელად დავლაპარაკები ვარ და გამიზიარებია და არ მინდა რომ ვინმე წარმოიდგინოს რომ მე ყოველთვის ესე ვარ. ანუ არ არის ეგრე და მაქვს ხოლმე მეც ეგრე წოდებული ჩავარდნები. უბრალოდ ვიცი რომ ეს ჩავარდნა არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ლოგიკური. და ეს ძალიან კიდევ მნიშვნელოვანია ბიოფსიქოსოციალური ახსენა ნინომ, რომ ჩვენ ვართ ბიოლოგიური არსებები და მაგალითად ჩვენი ქალების განსაკუთრებით ჰორმონალური ციკლები არსებობს. აქედან გამომდინარე, მე ვიცი რომ თვის 14 დღე მაგალითად აბსოლუტურად სხვანაირად შეიძლება ვიყო და დანარჩენი 14 დღე უფრო რაღაცა. არ ვიყო ესე, ანუ ამის გააზრებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია და ამას ვაზიარებ ხოლმე ძალიან მარტივად, რომ აი რას უგრძნობ. თავიდან აი ძალიან მე ნიშნა ნინომ ახსენა წერან, რომ ჩვენ ერთნაირი რეაქცია ვერ გვექნება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვადასხვა მოცემულობა და მე ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც მქონდა ეს მოთხოვნა, რომ მე თუ შემიძლია ახლა სხვას რატო არ შეუძლია და მე ვისწავლე დროსთან ერთად, რომ საერთოდ არ არის ეგრე და აბსოლუტურად მისაღებია ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი ემოცია, რომელიც რაღაც პროცესში არის ჩართული. და როდესაც ამას გულწრფელად ამბობენ, აი შიშებზე ამბობდი წეგან, რომ რა შეიძლება ვთქვათ, გავაკეთოთ სხვა ადამიანებმა, ხო? მე უბრალოდ მგონია, რომ ვეგულებოდეთ რაღაცნაირად, არ ვიცი ეს როგორ იყოს, მაგრამ ვეგულებოდეთ ამ ადამიანებს ხარ დამჭერებად, რომ შეიძლება ის რეცეპტი, რომელიც მე ჩემზე მუშაობს, შენზე არ მუშაობდეს, მაგრამ იცოდე, რომ მე შემიძლია მოგისმინო. იცოდე, რომ მაგალითად აი ყველაზე მეტად ახლა ცემაზე და რაღაცებზე არ ქონდა ხოლმე ეს შიშები, იმიტომ რომ კაი ხარ ცემენ და გალეწონ რაღაც ერთ თვეში რეაბილიტირდები ფიზიკურად. ნუ მე ფსიქოლოგიურად მიმართავაგებ ფსიქოლოგები არიან, ასე შემდეგ, მოკლედ, ნუ ეს მენე და ანუ ლოჯისტიკურად დაალაგებადი ამბავია რა. მაგრამ აი მაგალითად ისეთი ჩემთვის უცხო იყო, აი სახში რომ მოვიდნენ და ჩხრეკა დაიწყო, იმიტომ რომ რავი ამ ელექტრონულ მოწყობილობებს რა უყო, კატები არიან სახში, ისინი არ შეშინდნენ, ნუ რაღაცა სხვადასხვა ფიქრები ხო გაქვს და აი მაგ დროს დავჯექი და მაგალითად გავიარე ეს სცენარი და უკვე ვიყავი მზად მაგალითად, ნუ ყველანაირად არა რა თქმა უნდა 100%-ით, მაგრამ რომ აი თქვათ კარს როგორ ვაღებ, ტელეფონი როგორ მაქვს მომარჯვებული, რას ველაპარაკები და ასე შემდეგ. ანუ ეს მქონდა მომზადებული. აი ეს მაგალითად შემიძლია ადამიანებს გავუზიარო. და უკვე როგორც როდესაც აი ჯარიმები დაიწყეს, იმდენად კარგად გვაქვს ეს სისტემა აწყობილი, რომ რას ვაკეთებთ, სად ვასაჩივროთ, მე ვინ ფონდს მივმართავთ, ვინ იურისტი გვეხმარება, რომ მე აღარ მგონია, რომ ამას შიშის ეფექტი, ამან შეიძლება შიშის ეფექტი გამოიწვიოს აქტიურად ჩართულ ადამიანებში. თუ კი ვინმე არის, ვისაც ამის ეშინია, ძალიან ხშირად ვაზიარებთ ხოლმე და პოსტავ და ყველგან კომენტარებში შეიძლება გიჟივით ჩანდი, რომ ამბობდი, რომ ნუ გეშინიათ ამის, იმიტომ რომ ეს არის დამენეჯმენტ, ანუ უკვე დამენეჯმენტებულია, ასე ვთქვათ, და მოგეხმარებით ამაში. ეს იცოდეთ, რომ ამ ყველაფრის მიმართ ზოგადად მარტო არ ხართ. ხო და კითხვა რა იყო? ანუ რა უნდა ვქნათ სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის ერთმანეთს როგორ დაუჭიროთ მხარი. მე მგონი რომ ნაწილობრივ ამას უპასუხეთ თქვენი მოსაზრება რა იქნებოდა, თქვათ, კიდევ დამატებით რა შეიძლება გაკეთდეს. ვიტყვი და ცოტათი წინა კითხვასაც შევეხები, ზუსტად ეხა სალომემ რაც აღწერა, რომ რა შეიძლება ამას ვეძახით ხოლმე თერაპიაში ყველაზე ცუდის დაშვების ტექნიკას. აი განსაკუთრებით ის ადამიანები, ვინც შეიძლება ხელფეხშეკრულად გრძნობენ თავს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, თვით ჩაღრმავებაში, როდესაც გრძნობ, რომ რაღაც მეშინე, მაგრამ ვერ ვხვდები, ვერ უღრმავდები ამ ყველაფერს.
აი ზუსტად აღწერა სალომემ, რომ თუ კი მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მე არ მინდა, აი რა არის ის ყველაზე უარესი სცენარი, რაც არ მინდა რომ მოხდეს. მაგალითად, ფიზიკურად გამისწორდნენ ცემონ, კი ბატონო, და მოიფიქრა გამოსავალი, რომ დაუშვათ მცემეს, რა იქნება მერე? გამოჯამთელდები, ასე ვთქვათ, ერთ თვეში, ორ თვეში. ან მაგალითად ძალიან ესეთი ემოციური ზიანი მივიღე, აი ამ შემთხვევაში რა იქნება. ხშირად არის რომ ადამიანებს გვეშინია იმ ემოციური მდგომარეობის, რაც შეიძლება დაგვიდგეს, თუ კი რაღაც მოხდა, მაგალითად ფიზიკურად გამისწორდნენ, დამაპატიმრეს, დამაჯარიმეს და ასე შემდეგ, შემარცხვინეს და ასე შემდეგ. და გვგონია რომ აი ეს ემოციური მდგომარეობა, რაც დაგვიდგება, დავიხრჩობით იმ მდგომარეობაში და ვეღარასოდეს ვეღარ გამოვალთ იქიდან. კი შეიძლება ეს ადამიანები ყველანი ჩართული ვართ ერთ ობიექტურ, ერთი და იგივე პროცესებში, მაგრამ ყველას თავში მიდის აბსოლუტურად სხვადასხვა პროცესი. ყველას სხვადასხვა რაღაცის ეშინია. ყველას სხვადასხვა ყველაზე უარესი სცენარი გვაქვს ჩვენს გონებაში წარმოდგენილი. და ზუსტად აი ამაზე მიწვდომა არის ძალიან აუცილებელი. აი ხშირად ყოფილა მაგალითად თერაპიაზე, როდესაც მოდიან ადამიანები, ძალიან აქტიურად განიხილავენ ხოლმე მიმდინარე მოვლენებს და რომ დაგვისვამ შეკითხვა, რომ აი დაუშვათ ეს მოხდა, აი რა მერე? რას ნიშნავს ეს შენთვის? რა იქნება ყველაზე ცუდი? აი ამ კითხვებით ხანდახან ისეთ საკითხებზე მგავდივართ, რომელიც შეიძლება მიმდინარე მოვლენებთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული. და აი როგორ ამბებს უკავშირდებოდეს. ზუსტად და გარდა იმ ობიექტური საფრთხეებისა, რაც გვაქვს და თქვენ წარმოიდგინეთ ობიექტურ საფრთხებთან გამკლავება უფრო მარტივია, ხოლმე, იმიტომ რომ ვიცით რას უმკლავდებით, ვიდრე რაღაცა, რაც ბუნდოვანია. კი ბატონო, ძალიან ბევრი ირაციონალურ შიშებს ააქტიურებს ეს პროცესი და ჩვენ ემოცია როდესაც არ ვუღრმავდებით ამ ნაწილს, ძალიან დიდი ემოცია გვეხარჯება, რომელიც აღარ გვრჩება მე აქ ობიექტურ მოვლენებთან გასამკლავებლად. და რაც შეეხება სხვებს როგორ დავეხმაროთ, ერთი რომ ვიყოთ ადამიანების მხარდამჭერები მოსმენის პროცესში. დავაცადოთ ადამიანებს ისაუბრონ თავიანთ ემოციებზე, რაც არ უნდა არ მოგწონდეს, რომ ვიღაცა ნიჰილისტურ განწყობაზეა, ეშინია, არ უნდა დღეს აქციაზე გამოსვლა და ასე შემდეგ, მივცეთ საშუალება ამაზე ისაუბრონ, რომ გავაცნობიეროთ ყველამ, რომ ეს არის ნორმალური, ის რომ ამ ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში სადღაც 3 თვის თავზე ადამიანს უიმედობის განცდა შემოაწვა, ეს არის ძალიან ნორმალური და ნებისმიერი ემოციური მდგომარეობა არის დროებითი. თუ კი ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ეს დროებითია, უფრო გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, ვიდრე როდესაც გონია, რომ всё, წამოვიდა ეს ნიჰილისტური განწყობა და მორჩა, ეს არის რეალობა. კი ბატონო, მეორე აი ამ პრაქტიკული რჩევებით, როდესაც თუნდაც რაღაც კომენტარს ვაკეთებთ სოციალურ ქსელში პოსტავთ, ვიფიქრობთ კარგად იმაზე, რომ ეს ჩვენი ტექსტები ძალიან გავზომოთ, ავწონოთ თითოეული სიტყვა, რასაც ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი იყოს გამოსავალზე ორიენტირებული და არა ვიღაცის, ასე ვთქვათ, დარცხვენაზე ორიენტირებული. როდესაც ჩემი მიზანი არის, რომ თანამებრძოლები შემოვიკრიბო და ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც ცოტა ჩემი კომუნიკაცია დარცხვენაზე ორიენტირებულია, ამით ჩემ მიზანს კი არ ვაღწევ პირიქით საპირისპიროს მეტ წინააღმდეგობას აღძრავ იმ ადამიანებში და უფრო მეტად იზოლირებულს ხვდი ჩემგან. ამიტომ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, როდესაც ადამიანებს ვეკონტაქტებით, რა არის ქვეტექსტი ჩემი საუბრის, ის რომ მე ვარ მაგარი და რაღაცებთან გამკლავება შემიძლია, თუ ის რომ შენ რა გჭირდება იმისთვის, რომ უფრო ყოჩაღი იყო ამ მიმდინარე მოვლენების და პროცესების ფონზე. ამიტომ ასევე მნიშვნელოვანია, როცა ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რა არ გავაკეთოთ, რადგან ძალიან ხშირად თქო, ესეც ძალიან ნორმალურია. ემოციების ფონზე რომ რაღაც მოგვაწვება და ბრაზობთ და ვიღაცას თავს ვესხმით, ესეც ძალიან ნორმალურია, თუმცა ზოგჯერ არის რომ ადამიანი, როდესაც ემოციების ფონზე რაღაცა ესეთ ნაბიჯებს გადადგავს, მნიშვნელოვანია, რომ იქვე ამის დანახვა, აღიარება და გაცნობიერებაც შეძლოს, ხო? თორე სხვა მხრივ, ნახეთ, არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც რაღაც საერთო ღირებულებებისთვის იბრძვიან და შეიძლება თვითონვე შიგნითვე დაზიანდეს გარკვეული პროცესი. ისევ და ისევ გამოსავალზე ორიენტირებული ფიქრი, მსჯელობა და საუბარი. თუ კი ვატყობთ, რომ ვამბობთ რაღაცას, რომელიც უბრალოდ ერთი და იგივე წრეზე დადის, ჯობია შევწყვიტოთ, გავჩერდეთ, დავაპაუზოთ
დავაკვირდეთ ჩვენ ემოციებს, იმიტომ რომ იქნებ მე ვარ ახლა გაბრაზებული და ეს ემოცია მართავს და ის ემოციის ტალღა რო გადაივლის, მერე ვიმოქმედოთ და მუდმივად საკუთარ გრძნობებზე, რესურსებზე, შესაძლებლობებზე დაგვერვა. ჩვენთან ზოგადად მე მაქვს ეგ განცდა ძალიან ხშირად, რომ Facebook-ზე რო შევდივარ, თან ჩემი გარემოცვა სულ არიან ჟურნალისტები, მედია, აქტივისტები და აი რო შეხვალა, ჩვეულებრივი აპოკალიფსია Facebook-ზე. მე ჩემი ქმრის Facebook-ზე რომელიც ექიმია თუ შეხვალ, ჩიტები ჭიკჭიკებენ სამყაროში არაფერი არ ხდება და ხო ეს რაღაცნაირი ასახვა ჩვენი ემოციების ძალიან ხალხს გადმოაქვს პირდაპირ საჯარო სივრცეში, ეს მოგვეცა ეს სივრცე და ვიყენებთ ესე ბევრნაირი დანიშნულებით, მაგრამ ხანდახან ხო ძალიან დამაზიანებელია, იმიტომ რომ ეგრევე დათრგუნვის ეს მოდის, რომ აი ამდენი ცუდი სულ და არანაირი გამოსავალი, არანაირი რაღაცა ესეთი წამახალისებელი მაგალითი და მაგაში გეთანხმებით ხო, რომ ძალიან საჭიროა. ანუ შეიძლება მთლად ასე რაღაცა უტოპიაში არ გადავვარდეთ და სრულიად არ მოვწყდეთ, მაგრამ ის რომ რაღაცა კარგი მაგალითი ვაჩვენოთ, ვიღაცას რაღაცა იმედი გავუღვიძოთ, რაღაც ეს მაინც შეგვიძლია ჩემი აზრით და მარტო რაღაცა ქვეყანა რო იქცევა, მაგაზე კი არ ვილაპარაკოთ, ქვეყანა კი იქცევა, მაგრამ როგორ არ დაიქცეს, მაგაზეც ვილაპარაკოთ ხოლმე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ამ თემაზე მე მგონია რომ ძალიან დიდხანს შეგვიძლია ასე ჩვენ ახლა საუბარი, მაგრამ ერთი საათის მერე აღარავინ აღარ უყურებს და ამიტომ ისე როგორც უშუალოდ პოსტებს არავინ არ აკითხავს. საწუხაროდ, ხო, ეგეთ ესე დრონაკლულ ვითარებაში ვართ ყველანი და მადლობა, მოკლედ ძალიან საინტერესო იყო თქვენი გამოცდილებების და ცოდნის გაზიარება. მადლობა მაყურებელსაც, ვინც ამ დრომდე გვიყურა. იმედი მაქვს, რომ გამოსადეგი რჩევები მიიღეთ და ამ ვითარებიდან მეტნაკლებად ფსიქიკური ჯანმრთელობით, შენარჩუნებული ჯანმრთელობით გამოვალთ ყველანი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ადევნეთ თვალყური იმ მასალებს, რომელსაც ჩვენ ავტვირთავთ. მე ნინო ბაქრაძე ვარ, თქვენ უყურებდით აი გამოსავალს.